როგორები არიან ზოდიაქოს ნიშნები ავადმყოფობის დროს. რა თქმა უნდა, ეს არ არის ესე ვთქვათ აბსოლუტური მაჩვენებელი, ეს არის უბრალოდ მზის ნიშნის მიხედვით. ანუ როდესაც ვერძი ხდება ავად, ძალიან რთულია მისი საწოლში გაჩერება, არასდროს არ აღიარებს, რომ ავად არის და შესაბამისად არ იცავს არანაირ დანიშნულებას. როდესაც საქმე ეხება კუროს, ისინი ყოველთვის ირჩევენ ძველ მეთოდებს, გამოცდილ მეთოდებს და არ უყვართ არანაირი ექსპერიმენტები. როდესაც ავად ხდება, ტყუპები არასდროს არ ასრულებენ დანიშნულებას ესეთი ადამიანები, ანუ წამლის თავის დროზე მიღება, ზოგადად წამლის მიღება ძალიან რთული არის ტყუპებისთვის, ზოგადად აი ამ რეჟიმის დაცვა, როდის უნდა მიიღო წამალი და პარალელურად ესე პერიოდულად რომ უნდა მიიღო თავის დროზე. თუმცა ტყუპებს ზოგადად კურნავს სიტყვა, შესაბამისად ერთი პოზიტიური, ესე ვთქვათ, პროგნოზით მისთვის საკმარისი არის თავი უკეთესად იგრძნოს და რეალურად ესე ვთქვათ, შედეგი ჰქონდეს. როდესაც საქმე ეხება კირჩხიბს, ძალიან სენსიტიურები არიან, ყველაფერი მათზე ძალიან გავლენას ახდენს, ამიტომ ექიმისგან პირველ რიგში სჭირდებათ ემოციური თანადგომა და სჭირდებათ მაქსიმალურად ნაცნობი გარემო. ანუ რეალურად მკურნალობა კირჩხიბისთვის სახლში უფრო მეტად ნაყოფიერი არის, ვიდრე თუნდაც ავადმყოფობის პალატაში. ლომი ზოგადად ვერ იტანს სისუსტეს და შესაბამისად არასდროს არ აღიარებს თავის სისუსტეს, თავის ავადმყოფობას და შესაბამისად ყოველთვის ყველა ექიმს ლომი თვითონ ასწავლის ჭკუას, რა როგორ უნდა უმკურნალოს, რა უნდა დაუნიშნოს და ასე შემდეგ. როდესაც საქმე ეხება ქალწულს, ერთი ექიმის დასკვნას ქალწული არასდროს არ ენდობა, ყოველთვის ცდილობს რომ გადაამოწმოს, ყოველთვის ცდილობს რომ თვითონ გადაამოწმოს და უფრო მეტი ისწავლოს კონკრეტულ დიაგნოზზე, თუნდაც კონკრეტულ სიმპტომებზე, ან ცდილობს ალტერნატიული აზრი მოისმინოს სხვა ექიმის, ანუ ექიმის სიტყვას, როგორც ესეთი ბრმად, ესეთი ადამიანი არ ენდობა. სწორის შემთხვევაში ექიმში პირველ რიგში აფასებს ეთიკას, ზრდილობას, სილამაზეს, ესთეტიურობას, ლამაზ საუბარს, ანუ კორექტულად, ზრდილობიანად, ლამაზად უნდა ისაუბროს ექიმმა და ესეთ შემთხვევაში ყველაფერი მკურნალობა ისე თუ ასე კარგად წარიმართება. მორიელის შემთხვევაში შეიძლება მორიელს არ მოეწონოს ექიმი, აი ესე ერთი შეხედვით. ანუ ხშირ შემთხვევაში მორიელი არის ავადმყოფი, რომელიც ხშირად არის კონფლიქტური და ხშირად არ ენდობა მკურნალ ექიმს. ავად როდესაც ხდება მშვილდოსანი, სჭირდება მაქსიმალურად პოზიტიური გარემო, სჭირდება პოზიტიური ექიმი, სჭირდება ძალიან აქტიური და ენერგიული ექიმი, ეს მშვილდოსანს რეალურად შველის. როდესაც საქმე ეხება ავადმყოფ თხის რქას, მოსწონს ექიმი, რომელიც არის მაქსიმალურად სერიოზული, მაქსიმალურად პრაქტიკული, ცივ ექიმთან ურთიერთქმედება, თავისი საქმის მცოდნე, პროფესიონალ ექიმთან. თხის რქა ყოველთვის მზად არის მიიღოს თავისი დიაგნოზი და ექიმთან ერთად საქმიანად ჩაუჯდეს თავის დიაგნოზს. მერწყული საკმაოდ ინტუიციურია და შესაბამისად თვითონ ისედაც იცის, როდის მორჩება, რამდენი რთულია მისი დაავადება, რამდენი ხანი უნდა იწვიეს, რამდენი ხანი წამალი უნდა მიიღოს, ანუ რეალურად მერწყულს ექიმი არ სჭირდება. ანუ მორჩილი პაციენტი ესეთი ადამიანი არ იქნება. რაც შეეხება თევზებს, თევზებს სჭირდება ერთადერთი ექიმისგან დამშვიდება. მეტი არაფერი.